DRG-ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები დაფინანსების მოდელში ცვლილება შევიდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. სიახლის ამოქმედების შემდეგ ამ სერვისით სარგებლობის გამო მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ერთჯერადად დატოვება აღარ მოუწევთ. პაციენტს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში პროგრამიდან გასვლის გარეშე ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით გადაიხადოს არჩეული პალატის ღირებულება. ეს იყო სწორად ის საკითხი, რამაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კლინიკებისა და პაციენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. თამარ ნადარეიშვილი დეტალებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს არჩეული ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. სიახლის ამოქმედების შემდეგ VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა. მას ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში პროგრამიდან გასვლის გარეშე ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება. პირველი კატეგორიის პალატის შემთხვევაში 350 ლარი, მეორე კატეგორიის შემთხვევაში კი 250 ლარი გადაიხადოს. პაციენტს ეძლევა თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სიახლე პაციენტების კომფორტის შექმნას ემსახურება, თუმცა ცვლილებებში ისეთი მექანიზმიცაა ჩადებული, რომელიც კლინიკების მხრიდან სარგებლის მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების პრევენციას მოახდენს. ერთია რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა სამართლიანად რეგულირებული. სამართლიან რეგულირებაში იგულისხმება ის, რომ ერთის მხრივ ფასი არ იყოს იმგვარად რეგლამენტირებული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გარკვეული წნეხის ფორმა მიიღოს ამან ყველაფერმა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იქ მექანიზმები გათვალისწინებული, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულია პაციენტი, რომ თუ კი მისი სურვილი არ იქნება, რომ ისარგებლოს ამ დამატებითი კომფორტის პალატის სახით, ამ შემთხვევაში მას სტანდარტული მაღალი ხარისხის სტანდარტული პალატით მომსახურება უნდა შეეთავაზოს სტანდარტული ფორმით და შესაბამისად მისგან ანაზღაურების მოთხოვნა იქნება დაუშვებელი. ჯანდაცვის სამინისტრომ სექტორთან კონსულტაციების შედეგად ეგრეთ წოდებული VIP პალატის კრიტერიუმებიც განსაზღვრა. მაგალითად ის იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან, წარმოადგენდეს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ტიპს, ჰქონდეს სამზარეულო, სააბაზანო, უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან მყოფი პირის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა. იმისთვის რომ კლინიკამ შეძლოს პაციენტისთვის VIP პალატის შეთავაზება, ნებართვის მისაღებად მან უნდა მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს. აღნიშნულ სიახლეს დადებითად ხვდება სექტორი. კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ მათ პაციენტებისთვის 12 VIP პალატის შეთავაზების შესაძლებლობა აქვთ, რომელიც უწყების მიერ დადგენილ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. აღნიშნული რა თქმა უნდა პირველ რიგში ხელს შეუწყობს პაციენტებისათვის მომსახურების გაუმჯობესებას, რაც საერთო ჯამში სექტორისთვის სერვისის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს რა თქმა უნდა მათი ნებაყოფლობის შემთხვევაში იქნება, თუ ისინი ამ სურვილს გამოთქვამენ. ჩვენი გამოცდილებით ეს სურვილი იყო ძალიან დიდი, ძალიან ბევრი პაციენტი აფიქსირებდა ამის სურვილს, თუმცა სამწუხაროდ საყოველთაოს ბენეფიციარებისთვის ეს კომპონენტი არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა ეს არის ხელმისაწვდომი, გაფართოვდა რა თქმა უნდა მათთვის სერვისული კომპონენტი, რაც კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ძალიან პოზიტიური ცვლილებაა. VIP პალატების სრულ მზადყოფნაში აქვს ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალსაც, სადაც აცხადებენ, რომ სიახლე დადებითად აისახება ერთი მხრივ პაციენტებზე, რომლებიც მეტ კომფორტს მიიღებენ, ხოლო მეორე მხრივ კლინიკებს დამატებით შემოსავლებს გაუჩენს. წამოწყება ნამდვილად პოზიტიურად აისახება, იმიტომ ხშირად ყოლია პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, რომ თქვათ გადაეხადათ დამატებით და განთავსებულიყვნენ ეგრეთ წოდებულ VIP პალატებში და ამის საშუალება ჩვენ არ გვქონდა. ზოგადად დამატებითი სერვისები პაციენტების მომსახურებაში DRG-სთან ერთად პოზიტიურად შეიძლება იქნას ასახული როგორც პაციენტის მომსახურებაზე, ასევე ჰოსპიტალის შემოსავლების ნაწილში, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს როგორც მომსახურების ხარისხს, ასევე ფინანსური შემოსავლების ნაწილს. VIP პალატების თანაგადახდის სისტემა ეხება სამშობიარო კლინიკებსაც. წლებია ჩაჩევას კლინიკა პაციენტებს აღნიშნულ სერვისს თავაზობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი პაციენტების ნახევარზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უარს ერთჯერადად იმ მიზეზით ამბობდა, რომ სწორედ VIP პალატაში არსებული კომფორტული გარემოთი ესარგებლა. ჩაჩევას კლინიკაში ჩვენი პალატები, ჩვენი სავიზიტო ბარათია თავისი ინფრასტრუქტურით, დიზაინით, სასტუმროს ტიპის ესეთი ერთგვარი კომფორტით, მაგრამ რა თქმა უნდა სამედიცინო სპეციფიკის გათვალისწინებით. ჩვენ თითქმის ვაკმაყოფილებთ, თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები, რომლის დაზუსტება მოგვიწევს ალბათ მუშა პროცესში და ამის შემდეგ უკვე სრული აფილირება მოხდება ბრძანებისა და ჩვენი საქმიანობის. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება თანაგადახდის მსგავსი სისტემის შემოღება მანიპულაციების ჩატარებისას პაციენტის მიერ კონკრეტული მაღალკვალიფიციური ექიმის არჩევის შემთხვევაშიც.